უყოდრელი ვნებები ყველა ადამიანს რომ გვაქვს, ეს რა თქმა უნდა ხელს გვიშლის ჩვენ სულიერ მისწრაფებაში და ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ხდება ღვაწლის საფუძველი, რომ მიჭირს, მშია, მწყურია, ავადმყოფობა მიტევს, სასიკვდილო განსასწრელი მაქვს და ასე შემდეგ, მაგრამ უპირატესობას ვანიჭებს სულიერ სიცოცხლეს და სწორედ ეს არის თავის დადება ჭეშმარიტებისათვის, თავის დადება მოყვასისათვის, სადაც ადამიანი უმაღლეს სიყვარულს ავლენს. ანუ ხდება უცნაური რაღაცა. ის რაც საშინელებაა, ტანჯვა ამქვეყნიური და თვით სიკვდილიც ადამიანისათვის, რაც ბიოლოგიური არსებისათვის განადგურებაა, ნებისმიერი ბიოლოგიური არსებისათვის, ადამიანისათვის ტანჯვაც და სიკვდილიც ხდება სიყვარულის გამოხატულების, სიყვარულის რეალიზების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. იმას დიდი სიყვარული არავის არ აქვს, ვინც თავითვისი დადოს მოყვასისათვის. ესე იგი, ადამიანის სხეული გონიერი სულისთვის ინსტრუმენტია და ამ ინსტრუმენტის უმაღლესი გამოყენება არის თავგანწირვა. რაისაც ყველას ეშინია, იმაში იყენებს ზუსტად ადამიანი თავის ბიოლოგიურ ინსტრუმენტს. ეს არის ძალიან უცნაური, ანუ საოცრება ხდება ქრისტიანი არათუ გაურბის სიკვდილს, არამედ თუ საჭირო გახდა ის თავსაც წირავს და ამით უმაღლეს სიყვარულს ავლენს და ყველაზე მაღალ დონეზე იყენებს თავის სხეულს, როგორც ინსტრუმენტს. და აი მოწამეთა მაგალითი სწორედ ეს არის ეკლესიის ისტორიაში რომ ხედავ განსაცვიფრებელ მაგალითებს. და თუ პირდაპირ მოწამეობა არა, თქვა ის მონაზონთა დასი, რომლებიც ასკეტ მამათა დასი, რომლებიც ღვაწლით ცხოვრობდნენ და აი ესე ყოველდღიურ მოწამეობრივ ღვაწლში იმყოფებოდნენ. ესეც ასევე განსაცვიფრებელია.